აი ძალიან ხშირად კითხულობენ, ასახელებენ ამა თუ იმ გვარს. ეს ქართული გვარია თუ ებრაული გვარია? მე მინდა გითხრათ, რომ ცოტა უხერხულია ასეთი შეკითხვების დასმა. მინდა გითხრათ, რომ იმის გამო, რომ ქართულ ენობრივ ნიადაგზე არის ქართველ ებრაელთა გვარები წარმოქმნილი, საზიარო გვარები ძალიან ბევრი გვაქვს ქართველებსა და ქართველ ებრაელებს შორის. დაახლოებით 80% ქართველ ებრაელებისა და ქართველებისა იმეორებს არის ერთი და იგივე გვარის მატარებლები არიან. ჩვენ შეიძლება ზოგიერთი ასეთი გვარი დავასახელოთ, მაგრამ მაგალითად აბრამიშვილი, ახალკაციშვილი, თეთრუაშვილი, იოსებაშვილი, მაღალაშვილი, ჯანიაშვილი და სხვები. ეხლა ეს არის ეგრეთ წოდებული საზიარო გვარები. და ეს გვარებიც მემკვიდრეობით გადაეცემოდათ ქართველ ებრაელებსაც და ეთნიკურ ქართველებსაც. ახლა კითხვა ჩნდება ბადაბევრი სვავს კითხვას, კი მაგრამ ამა თუ იმ გვარის წარმომადგენლები, მაგალითად ჯანიაშვილები ან მაღალაშვილები, პირველად ქართველები იყვნენ თუ ებრაელები? მე მინდა გითხრათ, რომ სრულიად ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად არის წარმოშობილი ქართული გვარები და ქართველ ებრაელთა გვარები. ისე რომ მათ საერთო წარმოშობა არ აქვთ, ისინი სრულიად ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად წარმოიშვა. მაგალითად, არც ისე მოხდა, რომ მაღალაშვილი ქართველი იყო და ებრაელი გახდა და არც ისე, რომ მაღალაშვილი ებრაელი იყო და ქართველი გახდა. გვიმეორებს სრულიად ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად არის წარმოშობილი. ჩვენ ეს ქართველ ებრაელთა და ქართველთა გვარები და ჩვენ არაერთი ქართული გვარით შეიძლება დავასახელოთ, რომ ამ გვარის მატარებლებს სისხლიერი ნათესაობა უბრალოდ არ აქვთ და ასევე ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად არის წარმოშობილი. ეხლა ავიღოთ მაგალითად ქართველ ებრაელთა გვარი დავითაშვილი, არიან ებრაელები, მაგრამ ძალიან ბევრი არიან დავითაშვილები ქართველებიც და ქართველ დავითაშვილებს აქვს სრულიად სხვადასხვა წარმომავლობა. მაგალითად დაბა თიანეთში, თიანეთის რაიონში დავითაშვილების ორი შტო ცხოვრობს და ერთ ფშაური წარმოშობა აქვს, მეორე სხევსურული, არავითარი ნათესაური ურთიერთობა, საერთო წარმომავლობა მათ შორის არ არსებობს და იმასაც გაგახსენებთ, რომ დავითაშვილები ქართველ თავადებიც იყვნენ, ფრონეების ხეობა დავითაშვილებს ეკუთვნოდა, თავად დავითაშვილებს და ისინი სწორედ ბაგრატიონებიდან მომდინარეობენ სამეფო საგვარეულო დინასტიიდან. აი ეს ყველაფერი არის შედეგი იმისა, რომ ქართველი ებრაელები საქართველოს ისეთივე მოქალაქეები იყვნენ, როგორც დანარჩენი ქართველები, ისევე როგორც სხვა ეთნოსის წარმომადგენლები საქართველოში ისტორიულად არ ხდებოდა, რომ ეთნიკური ნიშნით განესხვავებინათ თავისი მოქალაქეები ერთმანეთისაგან და ეს იმის დამადასტურებელიცაა, რომ ისინი ძალიან ინტეგრირებული იყვნენ ქართველებთან. მათ ქართველებისაგან მხოლოდ განასხვავებდა რელიგია, სხვა არაფერი. ყოფა, კულტურა, ტრადიციები ძალიან ბევრი ქართული ჰქონდათ.